წარმოედგინე სამყარო, სადაც გადარჩენა არა მხოლოდ რთული, არამედ თითქმის შეუძლებელი იყო. ნადავლი წამებში ქრებოდა, იფლეთებოდა და სამართებელივით ბასრი ეშვებით, ან ფიზიკური ძალით იმსხვრეოდა. პლეისტოცენის პერიოდში დედამიწა სასტიკ ბრძოლის ველს გავდა. ყოველი ჩრდილი, ყოველი მოძრაობა შეიძლებოდა მტაცებლის მზერა ყოფილიყო, შენზე მიფრობილი. გადარჩენა სიმამაცეზე არ იყო დამოკიდებული, ის შეუმჩნევლობაზე იყო დამყარებული. იმ დროის ტოპ მტაცებლები უბრალოდ ცხოველები არ იყვნენ, ისინი ცოცხალი კოშმარები იყვნენ, ევოლუციის მიერ შექმნილი, იმისთვის რომ ენადირათ, მოეკლათ და ებატონათ. ადამიანები კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე არ იდგნენ. ჩვენ ბოლოში ვიყავით. დაუცველები ყველაფრის მიმართ, რაც მოძრაობდა. პლეისტოცენის ლანდშაფტი სუსტ ნერვებს არ პატიობდა. ევროპა უზარმაზარი მოზაიკა იყო მინდვრების, ბნელი ტყეების და ცივი ტუნდრებისგან, სადაც სახლობდნენ არსებები, ბევრად უფრო შემზარავი, ვიდრე ის ცხოველები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ. ევროპული მღვიმის ლომები, რომლებიც თანამედროვე ლომებზე უფრო დიდები და სასტიკები იყვნენ, კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე დომინირებდნენ. ისინი უბრალოდ არ ნადირობდნენ. ისინი სტრატეგიას იყენებდნენ და მიზანში იღებდნენ დიდ ნადალს, როგორც იყვნენ ოროქსები და მამონტები. წარმოედგინე ხროვა, რომელიც ერთად მოქმედებს, რათა შეშინებული მამონტი მახეში შეიტყუოს. ერთი არასწორი მოძრაობაც კი საკმარისია, რომ ყველაზე დიდი ნადავლით საკვებად იქცეს. შემდეგ კი ჩნდებოდნენ მღვიმის ჰიენები. დაივიწყეთ დღევანდელი სტერეოტიპი. ისინი სასტიკი, გუნდურად მონადირე მტაცებლები იყვნენ, რომლებსაც მარტივად შეეძლოთ ისეთი გიგანტების ჩამოგდება, როგორიც მარტორქა. ძვლების დამამსხვრეველი კბილები და დაუნდობელი კოორდინაცია მათ განსაკუთრებით შემზარავს ხდიდა. თუ მღვიმის ჰიენების ხროვა შენს ის ხროვა შენს სუნს დაიჭერდა, გაქცევაზე საუბარი ზედმეტი იქნებოდა. შენ არ გარბოდი, შენ კვდებოდი. თუმცა ყველა მტაცებელი უხეშ ძალას არ ეყრდნობოდა. ნეანდერტალელი ლეოპარდი დახვეწილი ჩასაფრებული მონადირე იყო, რომელიც გარემოს ფერს ერწყმოდა. მისი თავდასხმები სწრაფი, ჩუმი და თითქმის ყოველთვის მომაგდინებელი იყო. ევროპის მირმა ამერიკელებს სრულიად ახალი საშინელებები ჰქონდა. გაიხსენე მოკლე სახიანი დათვი. გიგანტური მტაცებელი, რომლითაც კი საშინელი მგლები შიშობდნენ. მას ნადირობაც არ სჭირდებოდა, რადგან მისი უზარმაზარი მასა საშუალებას აძლევდა სხვა არსებებისთვის მოპოვებული ნადავლი უბრალოდ წაერთმია. წარმოიდგინე, რომ საშინელი მგლების ხროვაში ხარ, ძლივს მოპოვებული ნადავლით და შენსკენ ეს უზარმაზარი არსება ნელა მოემართება. შენ არ იბრძოდი, შენ გარბოდი. და რაც შეეხება საშინელ მგლებს, ისინი უბრალოდ გიგანტური მგლები არ იყვნენ. ძვლების დამამსხვრეველი კბილებითა და ჯგუფური აზროვნებით, ისინი იდეალური კოლექტიური მონადირეები იყვნენ. თუმცა ამავე დროს ოპორტუნისტებიც იყვნენ. ხშირად ითვისებდნენ მეტოქეთა ნადალს, ან უკიდურეს სიტუაციებში სუსტ ხროვის წევრებსაც კი უტრიალდებოდნენ. ხოლო სარდინიის გარყინული წყლების ქვეშ საფრთხე ზედაპირის ქვემოთ იმალებოდა. გიგანტური პლეისტოცენური წავები, რომლებიც ზომით თანამედროვე იაგუარებს თითქმის უტოლდებოდნენ, წყლის სისტემებზე ბატონობდნენ. დღევანდელი თამაშის მოყვარული წავებისგან განსხვავებით, ეს არსებები მომაგდინებელი წყლის მტაცებლები იყვნენ და თევზებს შემზარავი სისასტიკით ესხმოდნენ თავს. პლეისტოცენის ეპოქა მხოლოდ შემზარავი მონსტრებით არ გამოირჩეოდა. ის ადამიანებს შორის დაუნდობელი კონკურენციის პერიოდიც იყო. ნეანდერტალელები ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ ვიდრე ჰომო საპიენს და ევოლუციურად უკიდურეს სიცივესთან იყვნენ შეგუებულნი. მათ შეეძლოთ ნადავლის პოვნა ქარბუქშიც კი, იარაღის დამზადება ძვლისგან და ისეთი ტემპერატურების ატანა, რომლებიც თანამედროვე ადამიანს რამდენიმე საათში მოკლავდა. და შემდეგ იყვნენ დენისოველები. ადამიანთა უცნაური ქვეჯგუფი, რომელთა გენეტიკა მიუთითებს, რომ ისინი დედამიწის ყველაზე მძიმე, მაღალმთიან გარემოებში ყვაოდნენ. წარმოიდგინე კონკურენცია სახეობასთან, რომელიც შენზე ძლიერია, სიცივეს უკეთ არის შეგუებული და შენსავით გონიერია. და ეს მხოლოდ კონკურენცია არ იყო, ეს ომი იყო. არქეოლოგიური მტკიცებულებები ადრეულ ადამიანურ სახეობებს შორის ძალადობრივ შეტაკებებზე მიუთითებს. აქ არის დამსხვრეული ქალა, იქ გატეხილი შუბის წვერი. ეს ფრაგმენტები გადმოსცემს სისხლიან ბრძოლას რესურსების, ტერიტორიისა და სიცოცხლისთვის. პლეისტოცენის განმავლობაში ადამიანები ხშირად ნადავლი იყვნენ და არა მონადირეები. წარმოიდგინე, როგორ ხარ ჩახუტებული შენი ტომის წევრებთან ერთად მღვიმეში და იმედოვნებ, რომ ცეცხლის მოციმციმე ალი სიბნელეს და მტაცებლებსაც შორს დაიჭერს. გარეთ სიბნელე უბრალოდ უსიამოვნო არ იყო. პოლარული დათვები, რომლებიც დღევანდელებზე უფრო დიდები და სასტიკები იყვნენ, ტუნდრაში დაეხეტებოდნენ და ყველაფერს უთვალთვალებდნენ, რაც მოძრაობდა. როცა საკვები იშვიათი ხდებოდა, მღვიმის დათვები, უზარმაზარი მცენარი ჭამიები, ხანდახან ხორცსაც მიირთმევდნენ. მათთან ერთ მღვიმეში ყოფნა შეუძლებელი იყო. ეს სასიკვდილო განაჩენი გახდათ.
ცაც კი უსაფრთხო არ იყო. ჰასტის არწივი, თითქმის 3 მეტრიანი ფრთების შლილით, სპეციალიზებული იყო მოას ნადირობაში. ახალი ზელანდიის გიგანტურ ფრენას მოკლებულ ფრინველებზე. მაგრამ ვინც მის გზაზე აღმოჩნდებოდა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მიუხედავად ყველა ამ საფრთხისა, ჩვენ გაუძელით, ცეცხლი ჩვენი იარაღი გახდა, სითბოსა და დაცვის სხარო. შუბებმა საშუალება მოგცა, მტაცებლები დისტანციაზე დაგვეკავებინა. თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა ფიზიკური ძალა არ ყოფილა. ეს იყო პარტნიორობა. ადამიანი მარტო ვერ შეეჯიბრებოდა ლომს ან დათვს, მაგრამ ერთად ჩვენ ძლიერ ძალად ვიქეცით. ტომებმა შექმნეს სანადირო ჯგუფები, გამოიყენეს ტაქტიკა გიგანტური ცხოველების მოსაკლავად ან თავდასხმების მოსაგერიებლად. ეს მხოლოდ გადარჩენა აღარ იყო, ეს ადამიანური დომინირების დასაწყისი იყო.